მოგეხსენება, შემუშავდა ინგლისური ენის სტანდარტის განახლებული ვერსიის პირველადი ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მისი წინამორბედის გამოწვევებს, ყოველი მასწავლებლის უკავშირს, რაც მივიღეთ წინამორბედისგან, კონკრეტულად დოკუმენტი შედგება სწავლების მიზნებისგან, რომელიც ლაითმოტივად გაყვება პირველი კლასიდან მე-12 კლასის განმავლობაში და სწავლების მიზნების საშუალებით ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი საგნის ფარგლებში ზოგადი განათლების მიზნებისკენ, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის სწავლების ფონზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი შედგება მისაღწევი შედეგებისგან, რომელიც კონკრეტდება თითოეული საფეხურისთვის. შედეგები გვეუბნება თუ რა შედეგზე უნდა გავიყვანოთ მოსწავლეები საფეხურის ბოლოსთვის და ცხადია, ყველა საფეხურისთვის განსხვავებულია. შედეგები უნდა რეალიზდეს თემათა არეალში, რომელიც ასევე თან ერთვის დოკუმენტს საფეხურეობრივად. თემათა არეალი ხელს გვაძლევს, საშუალებას გვაძლევს დავამუშავოთ ყველა ის თემები, რომელიც რეკომენდირებულია ევროსაბჭოს დოკუმენტის CFR-ის მიერ. რევიზირების პროცესში უფრო მეტი აქცენტი გავაკეთეთ კომპეტენციების განვითარებაზე მოსწავლეებში, რასაც ცალსახად აღსახავს სტრუქტურა სტანდარტისა. სამსვეტიანი ცხრილი პარალელურ რეჟიმში დაგვანახებს კორელაციას მისაღწევ შედეგებს, ინდიკატორებსა და სამიზნე ცნებებს შორის. სტანდარტის განახლებულ ვერსიაში ცალსახად იკითხება საგანთა შორის კავშირები. მოგეხსენებათ, ენა წარმოადგენს ინსტრუმენტს და მისთვის ყველაზე მარტივია მოსწავლეებს დაანახოს, თუ როგორ შეიძლება ერთ საგანში მიღებული ცოდნა გამოიყენონ სხვა საგანში. ამისთვის სტანდარტში ცალკე გამოყოფილი გვაქვს სივრცე, რომელიც მასწავლებლებს ანიშნებს, რომელ საგანთან ვახდენთ კვეთას ამ კონკრეტული სამიზნე ცნების ფარგლებში. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი სამიზნე ცნება კულტურათა დიალოგი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ აქ შეიძლება დავინახოთ კვეთა საგან მე და საზოგადოებასთან, საგან სამოქალაქო განათლებასთან, ისევე როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურასთან და კიდევ სხვა ბევრ საგანს შორის. სტანდარტის განახლებულ ვერსიაში თითოეული შედეგისთვის გვაქვს შეფასების ინდიკატორები, რომლებიც წინამორბედ სტანდარტთან შედარებით უფრო მრავალი და კონკრეტულია. ეს კონკრეტიკა საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს შევქმნათ შეფასების რუბრიკები თითოეული მოსწავლის საჭიროებისთვის გათვლილი და ავსახოთ მოსწავლეთა მიღწევები განვითარების გზაზე. შედეგები და თემათა არეალი. თემათა არეალი სწორედ გვაძლევს შესაძლებლობას გავითვალისწინოთ ჩვენი მოსწავლეთა ინტერესები, ამოვირჩიოთ შესასწავლი თემები და საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები სწორედ ამ თემების ფარგლებში დავამუშავოთ. სტანდარტის რევიზირებული ვერსია მიზნად ისახავს მოსწავლეები მე-12 კლასის ბოლოს გამოვიდნენ B2.1 დონით, CFR-ით განსაზღვრული B2.1, რაზეც დიდი ყურადღება გამახვილდა მუშაობის პროცესში. ცხადია, ამისთვის საჭირო იყო შეგვედარებინა საათების ამჟამინდელი მოცემულობა და CFR-ით განსაზღვრული საათების რაოდენობა. რამაც მოგცა შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, დაახლოებით 30% საათებრივი ბადის დღევანდელი სურათიდან ეძლევა სკოლას დამოუკიდებლად ლავირებისთვის, იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, თუ სად რა რემედიაციული სამუშაოები განახორციელოს სკოლისა და მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე.